მას შემდეგ რაც გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, თარგმნელი და დრამატურგი დიმიტრი ყიფიანი ტფილისის ქალაქის თავად აირჩიეს 150 წელი გავიდა. ამ თარიღს საქართველოს ფოსტამ საფოსტო მარკა მიუძღვნა. თბილისის საკრებულოს ინიციატივით და საქართველოს ფოსტის ორგანიზებით ახლად შექმნილი მარკა ფართო საზოგადოებას წარუდგინეს. ღონისძიება სიმბოლურად დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში გაიმართა. წმინდა დიმიტრი ყიფიანს უდიდესი წვლილი მიუძღვის მე-19 საუკუნის საქართველოში ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებასა და ქალაქის მმართველობის როლის გაძლიერებაში. ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ გახსნა. გამომსვლელებმა დამსწრე საზოგადოებასთან წმინდა დიმიტრი ყიფიანის ღვაწლსა და საიუბილეო საფოსტო მარკის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუკვდავყავით დიდი ადამიანის წმინდანის დიმიტრი ყიფიანის სახელი და მისი 150 წლის თავისუფლად მიძღვნილი ეს დღეები, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში და საქართველოში აღინიშნება და დღეს მოხდა მისი საფოსტო მარკის პრეზენტაცია, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. მოხარული ვარ, რომ დღეს ამ ისტორიულ შენობაში შევიკრიბეთ გამოჩენილი ქართველი მოღვაწის, მე-19 საუკუნის მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაციაზე. ქალაქ თბილისის საკრებულოსთან მჭიდრო თანამშრომლობით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიმოქცევაში გაუშვა საფოსტო საიუბილეო მარკა, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, გარდა მისი უშუალო საგადახდო დანიშნულებისა წარმოადგენს ქვეყნის სავიზიტო ბარათს და მასზე დაიტანება მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული მოვლენები. საიუბილეო საფოსტო მარკაზე გამოსახულია წმინდა დიმიტრი ყიფიანის პორტრეტი და საკრებულოს სხდომათა დარბაზი. მარკის მცირე ფურცელზე კი ასახულია თბილისის საკრებულოს შენობა და მისი ხელმოწერა. მადლობა მინდა გადაუხადო ქალაქ თბილისის საკრებულოს ინიციატივისთვის და ასევე მადლობა მინდა გადაუხადო ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი ესკიზის შემოქმედს პატრიკ გაგნიძეს. დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ესკიზია, რადგანაც დიმიტრი ყიფიანი არის საზოგადოებრივი აზროვნების და ეროვნული ერთიანობის სიმბოლო. მისი სიტყვები დღესაც გვახსენებს, რომ მხოლოდ ის ერი შეიძლება დაადგეს ღირსეულ გზას, რომელიც აზროვნებს და მეტყველებს მშობლიურ ენას. მიუხედავად მისი მრავალმხრივი ღვაწლისა ქვეყნის წინაშე, ჩვენ გვინდოდა, რომ ის მნიშვნელოვანი თარიღი, როდესაც 150 წლის წინ ის აირჩიეს ქალაქის თავად და წელს არის ეს თარიღი, ჩვენ არ გვინდოდა, რომ ეს თარიღი რაღაც უნიშნელო ჩატარებულიყო და ჩვენი მხრიდან ამ ფორმით ხაზი გაუსვით ამ თარიღს, მის ამ ღვაწლს 4 წელი ის იყო ქალაქის თავი. და ვფიქრობ, რომ ის დიზაინი, ის მარკა, რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ, ვფიქრობ ძალიან ლამაზი, ძალიან მოცულობითი გამოვიდა და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა როგორც ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლობისთვის, ასევე საქართველოს ფოსტას. საფოსტო მარკა თბილისის ქალაქის თავი დიმიტრი ყიფიანი 150 წელი ბადრი გაგნიძის დიზაინით შეიქმნა. მიმოქცევაშია 2025 წლის 23 ოქტომბრიდან და მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ფოსტის მომსახურების ნებისმიერ ცენტრშია ხელმისაწვდომი.